ხმებას, რა თქვა ესეთი რა, რომ რამდენიმე დღის წინ მართლაც შეხვდა სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებს და ამბობს, რომ მათ გამოხატეს თავიანთი კრიტიკული დამოკიდებულება ფიჭიშის მიერ კანონის შესაბამისი მუხლის არაკეთის სინდისიერად გამოყენების გამო. და ამბობს, რომ თქვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციას აბსურდს უწოდებს და ზოგადად აი ბიბლიურ თავისუფლებაზე ამბობს, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და უსაფრთხოებას აყენებს საკუთარ და კითხვის ნიშნებს აჩენს ამ მიმართულებით. რას გვეტყვით, თქვენ საიდან გქონდათ ეს ინფორმაცია, თქვენი წყარო თუ შეგიძლიათ რომ ვთქვათ, კონფესიების წარმომადგენლებისგან გაქვთ თუ აი რა შეგიძლიათ და თან უპასუხოთ ну ირაკლის სესიაშვილთან ბევრი დროის დახარჯვას არ ვაპირებ. ჩვენ ირაკლის სესიაშვილს ჩემი აზრით საქართველოს ისტორიაში მივუჩინეთ თავისი ადგილი და ახლა ის მისი ნებისმიერი მცდელობა ამის დადასტურება იქნება და არა რაღაცა გამოსავალი აქედან. მაგრამ რაც შეეხება ინფორმაციას, რომელიც ჩვენ გუშინ გავავრცელეთ, ჩვენ ეს ინფორმაცია მოვიპოვეთ ჩვენი მრევლისგან, ბიბლიურ თავისუფლების მრევლისგან. თქვენი იცით ალბათ, რომ ჩვენ ვათავისუფლებთ ყველა კონფესიის ადამიანებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან. ჩვენ მიერ ჯარიდან გათავისუფლებული და შესაბამისად ჩვენი მღვდელმსახურები არიან ადამიანები, რომლებიც არიან სხვა ეკლესიის, მათ შორის სასულიერო პირების ოჯახის წევრები. ჩვენ მეგობრობთ, ჩვენ ვართ ძალიან ტოლერანტული ნებისმიერი ტიპის ადამიანთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვანსხვავებთ ადამიანებს მათი რელიგიური კუთვნილების მიხედვით. ამიტომ ჩვენ ადვილი სამეგობრო ხალხი ვართ ყველა ასეთი ადამიანისთვის და გვყავს მეგობრები მათ შორის. აქედან გამომდინარე ჩვენ არ გვაქვს პრობლემა იმისი, რომ ინფორმაცია მივიღოთ თუ რა ხდება ჩვენს თავს. ხა მე გეტყვით რა ხდება ჩვენს თავს და გუშინ ნაწილობრივ გავარ, მე გეტყვით იმ გზასაც თუ როგორ ფიქრობენ, რომ ვებრძოლონ. ეს მთელი ეს პროცესი ორკესტრირებულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ. სესიაშვილი არ არის ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე. ამ ბრძოლაში მოწინააღმდეგე არის საქართველოს საპატრიარქო, რომელიც საკუთარი ავატარების მეშვეობით ჩნდება ამ ბრძოლაში და თვითონ ფრონტის პირველ ხაზზე არ არის. ამ წუთას გეგმა არის ასეთი. ამ წუთას უნდა მიიღონ კანონი რელიგიის შესახებ. სადაც უნდა განსაზღვრონ რა არის რელიგია. და ეს მოლაპარაკების პროცესი სესიაშვილის სხვა რელიგიურ ჯგუფებთან მდგომარეობს იმაში, რომ ისინი დაარწმუნონ, რომ რელიგია არიან მხოლოდ თვითონ და საჯაროდ ათქმევინონ, ან უბრალოდ თავი დააქნევინონ თანხმობის ნიშნად იმ თეზისზე, რომ ბიბლიური თავისუფლება არ არის რელიგია და ისინი არიან რელიგიები. ეს არის საპატრიარქოს შეკვეთა და მე მინდა ვუთხრა ამ რელიგიურ ჯგუფებს არ წამოეგონ ამ ანკესზე. იმიტომ რომ ეს არ არის არც მათი მხრიდან მორალური საქციელი და ის რაც დღეს შეეხება ზოგადად ბიბლიურ თავისუფლებას, ხვალ შეეხება მათ. იმიტომ რომ ჩვენ თუ დავუშვებთ განსხვავებებს რელიგიურ დაჯგუფებებში, მაშინ ეს განსხვავებები შეეხება ყველას, გარდა დომინანტური რელიგიისა. თუმცა მე ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ ეს არის კანონსაწინააღმდეგო, ანუ საკონსტიტუციის საწინააღმდეგო პროცესიც. ეს ეწინააღმდეგება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებსაც. და მე მინდა წაგიკითხოთ უბრალოდ ერთი ფრაგმენტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან. ბესარაბის ეკლესია მოლდოვის წინააღმდეგ სახელმწიფომ არ უნდა სცადოს რელიგიის ან რწმენის განსაზღვრა. ეს ცნებები მოიცავს, ანუ რელიგია მოიცავს ათეისტებს, აგნოსტიკოსებს, სკეპტიკოსებს და ამ საკითხისადმი გულგრილად განწყობილ პირებს და შესაბამისად იცავენ ყველას, სწამს ან არ სწამს ღმერთი და მისდევს თუ არა აღსარებლობას ამის მიუხედავად. რელიგია ან რწმენა ძირითადად პირადული და სუბიექტურია და აუცილებელი არ არის მათი დაკავშირება რელიგიური ინსტიტუციით მოწესრიგებულ რწმენასთან. ანუ ეს აქვს ნათქვამი ევროპის სასამართლოს. კიდევ აქვს სხვა ციტირებები, უბრალოდ მე არ მინდა გადაგრალოთ ციტირებებით, მაგრამ ჩვენ ვიცით, რისი უფლებები გვაქვს, ჩვენ ვიცით, რისი უფლება აქვს სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, მინდა წინასწარ გავაფრთხილო ბატონი სესიაშვილი და სიტყვაზე მისი ამფსონები საქართველოს საპატრიარქოდან, რომ ეს არ გამოვა, ეს ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ქართველი პატივსცემთ ტრადიციულად, ანუ ჩვენ პატივსცემთ ხო ფაქტია დასავლურ ღირებულებებს და მათი სასამართლოების გადაწყვეტილებებს. ხა მე კიდე მინდა მოგიყვეთ მიზეზი რა შეიძლება იყოს ამისი და მინდა მოგიყვეთ თუ რეალურად საიდან მომდინარეობს გირჩთან ასეთი ტიპის ბრძოლა.
ჩვენ ვართ პოსტკომუნისტური ქვეყანა. ყველა თქვენთაგანისთვის არის გასაგები მე მგონი. ეს და კომუნისტების პერიოდში ან კომუნისტები არიან ისეთი ქვეყანა, კომუნიზმი არის ისეთი ქვეყანა, საბჭოთა კავშირი არის ისეთი ქვეყანა, სადაც ცნებები იცვლის მნიშვნელობას. ცნებები იცვლის მნიშვნელობას ნიშნავს იმას, რომ თუ ჩვენ ადრე სამშობლო გვეგონა რაღაცა ერთი და ღირებულება გვეგონა რაღაცა ერთი, საბჭოთა კავშირის მოსვლის მერე სიტყვა სამშობლო დარჩა, მაგრამ მას მნიშვნელობა და შინაარსი შეეცვალა. ასეთი არის საქართველოს ეკლესიაც. ეკლესია ჩვენ ქრისტიანული ეკლესია, მართლმადიდებლური ეკლესია ვიცით რაც არის. ის არის ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნის მტრებს ჩვენთან ერთად ებრძვის ხოლმე. ასეთი იყო რუსეთის შემოსვლის შემდეგ, საბჭოთა კავშირის შემოსვლის მერე ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, მისი პატრიარქი შეეწირა ფაქტობრივად ოკუპანტთან ბრძოლას და ზოგადად ჩვენ ვიცით რომ ქრისტიანები, ანუ სასულიერო პირები როგორც წესი ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ ხოლმე როცა იბრძოდნენ. დღეს შემოთავაზებული ვერსიით ჯარში მიდის ყველა გარდა საქართველოს საპატრიარქოს მიერ ნათქვამი ხალხისა. როცა ვამბობ რომ კომუნისტებმა შინაარსი შეუცვალეს ეკლესიას, შინაარსის ცვლილებაში გულისხმობ ამას. თუ ადრე ტრადიციულად ჩვენ მივდიოდით საომრად და სასულიერო პირები წინ იყვნენ, დღეს ისინი გვეუბნებიან რომ ჯარში წავა ყველა ჩვენს გარდა. როდესაც ადრე ოკუპანტთან იბრძოდა საქართველოს მის ერთან და ბერთან ერთად, დღეს ვიცით რომ ოკუპანტებს პატივით ხვდებით ეკლესიაში, ხოლო ოკუპანტთან მეომარ ეკლესიას არც ისე პატივით და ვერ წაგვიკითხავს ბოლომდე ტომოსი რომ დავაფიქსიროთ ჩვენი პატივისცემა. იმის თქმა მინდა რომ საბჭოთა კავშირმა ჩვენი ღირებულებები შეცვალა ბევრ რამეში და მათ შორის როგორც ჩანს შეცვალა ეკლესიაში. და ეკლესია დღეს სიკეთის კეთებას სხვანაირად უყურებს. თან ის არ აღიარებს თანასწორობას, ითხოვს პრივილეგიებს და ითხოვს ამას თავისუფალი ადამიანების მონობის, დამონების ხარჯზე. ეს არის ობიექტურად რეალობა და ჩვენ უნდა გავიაზროთ საბჭოთა კავშირი ერთხელ და სამუდამოდ ყველა სხვადასხვა დარგის მიხედვით. მათ შორის გავიაზროთ იმის მიხედვით თუ რა ზიანი მოუტანა მან ეკლესიას. ეკლესია მონასტრების დანგრევით გამოწვეული ზიანი კი არ მოუტანია. ჩემი აზრით მოუტანა მთავარი ზიანი, იმიტომ რომ მას შინაარსი შეუცვალა და შეუძლებელია სხვანაირად მომხდარიყო. საბჭოთა კავშირი იყო ათეისტური ქვეყანა, სადაც ღმერთს ერქვა ვლადიმერ ილიაძე ლენინი და არა იესო ქრისტე. შესაბამისად, მეორე ღმერთის ადგილი ასეთ ეკლესიაში ნაკლებად იყო. ამიტომ მას სახელი შეენაცვლა და ის თავსებადი გახდა ვლადიმერ ილიაძე ლენინის იდეებთან. და აქედან გამომდინარე ამ პრობლემებს დღეს ჩვენ ვიმკით სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ამ ფორმით, როდესაც ეკლესია შეუძლია თქვას, რომ ჯარში შეიძლება ყველა წავიდეს ჩემს გარდა და საერთოდ შინაარსი არ მიანიჭოს იმ როცა საუბრობს ჯარს დასკვნა არ გამოიტანოს ეს მართლა ჯარი არის თუ არა. საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ ამასთან დაკავშირებით და თან შეუძლია ეს მოუწოდოს ბევრ ადამიანს საჯაროდ და თქვას, რომ ესეთი ცხოვრება არის სწორი და მორალური. ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ რელიგიურ კონფესიებს, რომელიც ახლა თანამშრომლობენ საქართველოს საპატრიარქოსთან ამ ფორმით. რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯი, ეს არ არის მორალური ნაბიჯი და ჩვენ გირჩი ყველა კითხვას დავსვამთ მათთან, თუ გავიგებთ, რომ ისინი იმ შეთქმულების მონაწილე არიან, რომ განსაზღვრავენ, ვინ არის მორწმუნე და ვინ არა. და ვინ არის რომელი არის რელიგია და რომელი არა, რომელი არის ცრუ და რომელი არის ნამდვილი. აი ამ კამათში, როცა რომელიმე რელიგიური ჯგუფი შევა, ჩვენი აზრით ის არის ცრუ რელიგია. იმიტომ რომ მას არ ესმის ზოგადად რწმენის და რელიგიის შინაარსი. ხან გაქვთ ინფორმაცია, რომ კონკრეტული კონფესიები უკვე თანამშრომლობენ მე მაქვს ინფორმაცია, რომ ისინი ხვდებიან, ანუ შეხვედრებში მე არაფერს ცუც ვერ ხედავ, ზოგადად აქ არაფერ პრობლემას საერთოდ ვერ ხედავ. ცუც ხედავ იმაში, რომ მე არ მონაწილეობ ამ შეხვედრებში. და იქ არავის არ ახსენდება ის, რომ რელიგიური ორგანიზაცია, რომელსაც ყველა დანარჩენ რელიგიურ ორგანიზაციაზე მეტი მღვდელსაყური ყავს და რომლის გამოც არის ეს ვაიუშველებელი ატეხილი ამ ქვეყანაში, არ მონაწილეობს და არავის ამაზე პროტესტის განცდა არ უჩნდება. ეს არის ჩემი აზრით პრობლემა, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნები, ჩვენ ვართ საბჭოთა კავშირიდან მომდინარე ქვეყანა და საბჭოთა კავშირში სოლიდარობა იყო უცხო გრძნობა. ჩვენს ქვეყანაში რელიგიურ დაწესებულებებს აკლიათ სოლიდარობის გრძნობა. ეს არის მათი პრობლემაც. მაგიტომ უყურებენ მათ არასერიოზულად ჩემი აზრით. და მგონია, რომ ჩვენი გამოსასწორებელი კი არ არის ეს ამბავი. ეს ამბავი მათი გამოსასწორებელია. ჩვენ უბრალოდ კითხვებს დავსვამთ სოლიდარობაზე და ღვთის სიყვარულზე, როცა ამის დრო მოვა მათთანაც. რელიგიის შესახებ კანონზე ისაუბრეთ თქვენ. რას მოიცავს თქვენ როგორც გაიქება?
რელიგიის შესახებ კანონი ზოგადად მე რაღაც აგიკითხეთ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება რელიგიის შესახებ კანონი არ არის საჭირო. რელიგიით გადაცებულ ხალხს კანონი კი რა ღმერთთან სიახლოვე და ღვთის სიყვარული ჭირდებათ. მე ასე მგონია. როდესაც რელიგიური ჯგუფი ითხოვს კანონს, ანუ ითხოვს ინსტიტუციონალიზებას, ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ ის ითხოვს პრივილეგიას, აბა თუ პრივილეგიას არ ითხოვ კანონი რად გინდა. ანუ ვინმე გიშლის ლოცვას, უნდა მოითხოვო ისეთი კანონი, მხოლოდ რომ ლოცვა არ დაგიშალონ. ეს არის კანონი რელიგიის შესახებ, ხო? სხვა რა კანონი შეიძლება ქონდეს რელიგიას. და როგორც კი შენ განსაზღვრავ, რომელია ნამდვილი და რომელია ცრუ რელიგია და ამ თამაში შეყლები ხელისუფლებას, ხვალ აღმოჩნდება, რომ შენ ხარ ცრუ რელიგია, იმიტომ რომ ხვალ მოუნდება ხელისუფლებას, რომ ვიღაცა გამოაცხადოს რელიგიად. თან ჩვენ ვართ უკვე დარეგისტრირებული რელიგიურ ორგანიზაციად. პირველ კურსზე ისწავლება სამართლის ყველა ფაკულტეტზე, რომ კანონს არ შეიძლება ქონდეს უკუქცევითი ძალა თუ ის ვინმეს მდგომარეობას აუარესებს. თუ მიიღებენ კანონს, რომელიც რომელიმე რელიგიური კონფესიის მდგომარეობას გაუარესებს, ეს იქნება სამართლის პრინციპების კონსტიტუციის დარღვევა ფაქტობრივად. და ცხადია რომ ამას ახლა ისე არავინ არ დატოვებს, ხო გასაგებია თქვენთვის, მაგრამ ჩემი აზრით ჩვენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით დავზიანდებით, ჩვენ დავზიანდებით ქვეყნის გარეთაც, იმიტომ რომ აღმოჩნდება რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ამდენიც არ ესმით. ეს ელემენტარული პრინციპები არ ესმით სამართლის და სახელმწიფოს და რელიგიის ურთიერთობის. რამდენად რეალურია ეს ინიციატივა, რაც ესე შეიძლება. რამდენად რეალურია მისი აღსრულება დღეს? იცით რა არის გააჩნია რას გულისხმობთ, მე მოდი გარკვეულწილად მადლობასაც კი ვეთქვი ქართული ოცნების დეპუტატებს, რომლებიც არ აყმნენ ბატონ სესიაშვილს ამ ბოროტების გავრცელებაში. არ თქვეს, რომ ყოჩახ ბატონ ირაკლი რაჭკვიანური რაღაც მოგიფიქრებიათ.